დაიწყო ახალი პოლიტიკური შემოდგომა და დაიწყო ახალი საკვირაოც. ჩვენ ველოდებით ძალიან ცხელ შემოდგომას და ვართ მზად ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის ასევე. ჩვენ დღევანდელი გადაცემა კი შეეხება მხოლოდ ერთ ტერმინს, რომელიც მე მოვიფიქრე და ვამაყობ ამით. ეს არის ტერმინი კუტუცუკი. ამაზე კარგად ვერაფერი აღწერს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მათ პარტ-აქტივს და ასე შემდეგ. მე ხა მინდა გითხრათ, თუ ვის ვეძახით კუტუცუკებს და რატომ ვეძახით მათ ამას. კუტუცუკი არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას ასრულებს და ბევრი ადამიანი შეგვიძლია აქ მოვაქციოთ. მათ შორის მანდატურები, აი ეს დავით მატიაშვილი რო არის ჯანიანი ხარი, აი ეგეთ შეგვიძლია აქ ჩავსვათ, იმიტომ რომ იტყვის მე ბრძანებას ვასრულებდი რა ჩემი ბრალი იყო რა. ისე კი არ ვცემდი ადამიანებს რაღაც ჩემი სურვილი კი არ იყო რა ეს დამავალა ვიღაცა. აი ეგეც კუტუცუკია, იმიტომ რომ ბრძანებას ასრულებ და არც კი ფიქრობ რას აკეთებ. და როგორ იქცევიან? სასამართლოში შედის ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი შედის სასამართლოში და გამოდის ნაცემი დასისხლიანებული. აი ეს არის იქაური მანდატურების რეალური ფუნქცია. ქალებს, ბავშვებს, დიდებს, პატარებს, ყველას უმოწყალოს ცემენ, აგდებენ კინძის. ერთმანეთსაც კი ცემენ. რა ვიცი, ერთმანეთს ურტყამენ, შედებელო შენა. ესე რაღაცებზე უნებია. და ეგეთ ტიპებით არის დაკომპლექტებული მანდატურების ინსტიტუტი რა. ერთ-ერთი ამაცინათ ვიდეო იყო, სადაც სუში მუშაობს კიდე ერთ-ერთი მანდატური თურმე და პარლამენტთან იდგა და რაღაცებს აკვირდებოდა. ერთი წამი, სად მიდიხარ? შესასამართლოში ახლა მანდატური აქ რა გინდა? აქ რა გინდა? სასამართლოში ხალხს რომ ცემ არა? შემომხედე ერთი წამი, სასამართლოში ხალხს რომ ცემ არა? აქ რა გინდა? ბეკა სადრაძე ერთი კიდე ერთი კუტუცუკი. ხო და აი ეგრე არა, აი ხალხი დაკომპლექტებული რა, ანუ სხვა ფუნქცია კი არა აქვს რა, აი ბრძანებას ვასრულებ, იმაშობი რაღაც რობოტები რა, ჩვეულებრივი რობოტები არიან. კუტუცუკი არ შეიძლება იყოს ქართველი. ანუ შენ თუ კუტუცუკი ხარ უკვე ქართველობაზე უარი გაქვს ნათქვამი რა. და ეგეთი ადამიანები არიან. კიდე ახალი კუტუცუკების გამოიჩეკნენ, ამას წინათ კალაძის ოფისის გახსნა რო იყო, მან და პატარა ბავშვები გამოჩნდნენ, ხლაპები რა ვიცი. ხო და შუათითები და რაღაცებს აჩვენებენ ისინი და ქულებს იწერენ პოლიტიკურ ქულებს. იქ ერთი იყო კიდე თურმე აქციებზე დადიოდა და რა ვიცი ერთ ამბავში იყო ლუკა ძაძამია. ხო და ხა წარმოვიდგენია კალაძე ხო არის აქეთ და ეს კუტუცუკის თემა რო შემოვიტანოთ ლუკა ძაძამიას როგორ ეძახის. მოდი ჩემი კუტუცუკი ლუკა ძაძამი არის, აი კუტუცუკის რო იტყვი ლუკა ძაძამი უნდა წარმოგიდგენს რა. აი ეგ რაღაცა ტიპი არის, ხო ასე ხარ? თანამდებობა რო უნდა, ეს კოსტუმი რო ჩაიცვა და ის ყლინჯი რო მოიჭირა. ხო, ყლინჯი რო მოიჭირა და ოცოდა თანამდებობაზე რო უნდა დანიშნა და ყველაფერს რო აკეთებს რა. ეგ არის კუტუცუკი რა რეალურად. ანუ მორალი, ადამიანობა, სინდისი, რაღაცა ღირებულება, არაფერი რო არა გაქვს რა. ანუ ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანი არის კუტუცუკი და ნუ ქართული ესემა ხო ეგ არის ძირითადად ღირებულებებისგან დაცული ხალხია რა. აი კუტუცუკი არ არის შვილზე უარს რო ამბობს პარტიის გამოს ადამიანი, აბა რა არის ხო? ანუ წარმოიდგინეთ შვილზე ამბობს უარს და ტროლებს ავრცელებინებს რაღაც მესიჯ ბოქსებს გიჟია რაღაცა იქით აქეთ. აი რა ვიცი, კუტუცუკი კი არა ყველაფერი ხარ რა საერთოდ. აი მაგის გამკეთებელი ხარ. რა პარტია რა ივანიშვილი შენი სისხლი დახორციეა ჟე იდიოტო. ანუ წარმოგიდგენია ტიპი დგება და შვილზე რო ავრცელებენ რაღაც რეაქცია არა აქვს რა. დიდი ხანი ამათ ურთიერთობა არ ქონიათ ერთმანეთთან და ცოტა რაღაცა გიჟი იყო მე მგონი რა. ეგ მესიჯ ბოქსი იყო და ტიპი არის ამათი რაღაცა პარლამენტში უნდა შევიდეს რა. ხო ხტები? არ აინტერესებს, შვილი არ აინტერესებს, დედა, მამა, მარტო ბიძინა რა. მოკლავ დედას, მოკლავ მამას მონტიარი რა. ხო და ხო შალვაშვილის, ანუ ბევრია ეგეთი რა, ანუ შალვაშვილი ამბობს რომ მამა ჩემი რა, იმიტომ რომ მართლა ეგ კუტუცუკია რა. და ის ორი კიდე, გვერდით რო ყავს შალვას. აი ეგ მივახატოთ, შალვა დავხატოთ და გვერდით მივხატოთ ის კუტუცუკები რა. ორივე ეგ არ არის, ტიპები იდგნენ და შალვაზე ცუცი ძახდნენ რა, რომ ეს ესეთი კაცია და დღეს ვითომ მაგარი ძმაკაცები და სხედან და რაღაცა აბოლებენ ხალხს რა. და მარტო კაცები კი არ არიან კუტუცუკები, არიან ქალებიც რა. ის ჩარკავა რო იდგა და შუათიც რო აჩვენებს. რა ლალი მოროშკინა კუტუცუკია აბა რა არის, ანუ ხო ხო რა ის პოლიტპატიმარი ვიღავიო და 15 დღე იჯდა და რა ვიცი 18 წლის ბავშვი 4 წელი და 5 წელის ხედან ციხეში. ეს ყოფილა თუნდაც პოლიტპატიმარი რა, რომელსაც ჩანგალი ჩაარტყა თავში. ხო, სინდისის პატიმარია ლალი მოროშკინა და ყველა სამარცხვინო აქ ის არის რომ
ადგებიან ბიჭო, ესენი გოგა ხაინდრავა, ლალი მოროშკინა, შალვა რამიშვილი, კიდე რავი, ეგეთები შეგიძლია, რავი, შევკრიბოთ რა, ბევრია ეგეთი ქართულ ოცნებაში, სულ ეგენი არიან რა. და ბიჭო, მორალს გიკითხავენ, გეუბნებიან რომ, რა ვიცი, აი ქრისტიანობა, რაღაც სარწმუნოება, ეკლესია და აი ამ ხალხს თავის ამორჩეული ესენი ელაპარაკებიან, რომელსაც ღმერთი სწამთ კი არა, ბიზნეს და ფულის მეტი არაფერი არ სწამთ საერთოდ ამ სამყაროში რა. რა ვიცი, ალბათ როგორ აი გაყიდიან კი არა, ყველაფერს გაყიდიან საერთოდ რა, ოჯახიდან დაწყებული, რა ვიცი, სამშობლოს ყიდიან და ყიდიან და რა თქმა უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი რა. კუტუცუკი ასევე ის გორის საკრებულოს თავმჯდომარე რა არის აბა. ადგა და ისაო რა ქვია, რუსის მშვიდობის ყოფილები შემოვიდნენ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ღირებულებებისგან დაცლილი ხალხია ესენი, მოვალატეები არიან, აი ამ ტერმინის ქვეშ რასაც მოვიაზრებთ. არიან ისინი, ვისაც, რავი, ოჯახი, საკუთარი ოჯახი არ აინტერესებთ, არიან ისინი, ვინც ფულის გამო ყველაფერს აკეთებენ, თითქოს კარიერის ტიპები, როჟები არიან და რავი, შეიძლება განათლებაც გქონდეთ მიღებული, მაგრამ რავი, შევარწყვინე მაგათი განათლება, სადაც არ უნდა ისწავლო შენ თუ ღირებულებები არ გაგაჩნია, მაშინ რავი, რა განათლებული ხარ, ჩვეულებრივი, როგორ გითხრა, მასა ხარ, რომელსაც ჩააცმევენ, იქ ზოგი ლამაზი იქნება, ზოგი უშნო იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? ერთი და იგივე ხართ, ყველანი რობოტები ხართ. Pink Floyd-ის ერთ-ერთ კლიპში რო არის რა, ეს ჩაკუჩები რო დადიან და ერთნაირად და ზუსტად ეგენი არიან რა, რობოტები არიან ჩვეულებრივი რა. საიდან მოყავთ ეგ არის რა რეალურად რა, არ ყავთ, ანუ არ უნდა არავის ქართული ოცნების წევრობა დღეს თუ გინდა, ხან ან იდიოტი, ან რა ვიცი, კარიერისტი ნაბიჭვარი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ან რავი კიდე აი ამასთან გათანა ან მამიკო ყავს იქ სადღაც და მამიკოს უთხრა ვიღაცამ რომ აი ახალგაზრდულს ქმნი და დაგვაწევინეთ. კუცუკები არ არიან ეს მოტიტუშკო ტიპები რო ყავთ კონცეფტს აი ბექაგოცისგან დაწყებული და რავი სხვით დამთავრებული გავლენებით რო სარგებლობენ ზოგს იარაღი დააქვს ზოგი რაღაც სხვადასხვა პრივილეგიებით რო არიან რა. ადგებიან მე და რაღაც Facebook live-ებში გამოდიან იქ საარჩევნო შტაბებთან დგანან და თავი რავი კაცები გონიათ. კაცები და ჩვეულებრივი ნასეტკები არიან რა რომლებიც სისტემას ემსახურებიან რა. ხო და მე ესენი გამოვიდნენ და გვეტყვიან რომ მოდი აბა დაუდგეთ და ჯერ ეს ერთი როდესაც მაგას ლაპარაკობ, ანუ უკვე არათანაბარ მდგომარეობაში ვართ, ანუ რას გულისხმობ, ჩვენ შენ რო რაღაცა გაგიკეთოთ ამ შემთხვევაში, ადგები და მიჩივლებ, ადგები და რაღაცა სისტემას გამოიყენებ და დააჭერინებ ჩვენ თავს, ხო? და უკვე არათანაბარი მდგომარეობაა, მაგრამ მაინც გიგებთ და მაინც მოგიგებთ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა, მაგრამ თქვენ ხო ახალგაზრდა ბიჭები რო ხართ იქ და რო დაძდევთ კალაძეს, იმას, კობახიძეს და რაღაც ხართ ჩვეულებრივი კუტუცუკები. რომლებსაც არც ადამიანობა არ გაგაჩნიათ, არც კაცობა არ გაგაჩნიათ, არც ქართველობა არ გაგაჩნიათ და ელემენტარული აზიხართ რა ქვია ჩვენს ბიუჯეტს კისერზე და ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობთ. ცხოვრებაში არაფერი არ გაკეთებიათ, არაფერი შეგიქმნიათ, არ გისწავლიათ, ანუ არავისთვის კარგი არ გაკეთებიათ. და მე მოკიდა ხელი აი ქეჩოში კალაძემ და მიგიყვანა და მოდი აბა გადმოგიგდე ფულს და რაღაცა ჩემს სამსახურში იყავიო გეუბნებიან და თქვენს აი კი ბატონო თავი დაუხარეთ და მაგას აკეთეთ. და ესენი ხართ თქვენ, აგიტო ხართ კუტუცუკები რა. ასევე არიან ადამიანები რა, კიდე სხვაებიც მარტო ამათ რო არ შევეხოთ. რა ის მასწავლებელი არ არის კუტუცუკი, რომელიც რა ვიცი, სკოლიდან გამოვა და მე საარჩევნო უბანზე აყალბებს პარტიის სასარგებლოდ ხმებს. ასევე, რა ვიცი, სხვა ის კონტროლიორი, რომელიც ამოდის ავტობუსში და ჯარიმას გიწერს, ის ძირითადი ნაწილი ისინი არიან, ვინც არჩევნებზე დადიოდნენ და ისევ ამ გაყალბებაში მონაწილეობენ. აი ეს თლიანი რგოლი არის ამ კუტუცუკების ერთობლიობა, რომელსაც მორალი ღირებულებები, ფასეულობები, სამშობლოს სიყვარული და სხვა ყველაფერი აქვთ დაკარგული, ოჯახიც კი ყავთ დაკარგული, იმისთვის რომ პარტიას და ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს ემსახურონ. ამიტომ ყველა ხართ თქვენ ესენი რა. ხო და ჩვენ აუცილებლად ამას დავამთავრებთ, იმიტომ რომ ვართ აქეთ კეთილი მხარე და სწორი მხარე საზოგადოების, რომლებსაც გვინდა ეს ქვეყანა ნორმალურად წავიდეს და კუტუცუკები ქვეყანას ვერაზოს ვერ აშენებენ. პირიქით დღეს რომ რუსეთისკენ გვაქვს გეზი, აგერ უიზო მიმოსვლას გვიჩერებენ. არის ყველაფერი თქვენი ბრალი, თქვენი დამსახურებით ხდება იქ. ხო და მით უმეტეს სამომავლოდ თქვენ ვერაფერსაც ვერ შეცვლით. ამიტომ მოდის შემოდგომა, მოდის გარდამტეხი პერიოდი და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ დაწყებულ საქმეს.